მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს შედგა და მან იმავე დღეს ხელი მოაწერა 13 დეკემბერს ქართული ოცნების მიერ მიღებულ კანონებს, რომელსაც სოციალურ ქსელში უფლებადამცველები და იურისტთა ნაწილი უწოდებს რეპრესიულს, მათ შორის არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, რომელიც ვრცელ პოსტს აქვეყნებს ამასთან დაკავშირებით და განიხილავს კანონში ამ ცვლილებებს. პირველი შეეხება ცვლილებებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე ცვლილებების მიხედვით იქნებიან არა პროფესიული საჯარო მოხელეები, არამედ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები და მეორე ახალი მოწესრიგებით მარტივდება რეორგანიზაციის პროცესი და მისი პოლიტიკური წმენდის იარაღად გამოყენება, როგორც ასე აფასებს იურისტი, საჯარო მოხელის დაცვის გარანტიები, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით სუსტდება. ანალიტიკური პლატფორმა კომენტარი ასევე აქვეყნებს პოსტს, რომლის რედაქტორი გახლავთ იურისტი ვახუშტი მენაბდე, ისიც აზიარებს ამ პოსტს და შეეხება ცვლილებებს შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში, რომელიც შედის 30 დეკემბრიდან, მე წაგიკითხავთ მას. გაზრდილი ჯარიმა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვის ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულიად არის დაკავებული. ჯარიმები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებისა და ვანდალიზმისთვის, ახალი სამართლო დარღვევები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ან ატრიბუტიკის უკანონოდ ტარება ან დადგენილი ფორმის ტანსაცმლისთვის ან ატრიბუტიკისთვის მიმსგავსებული ტანსაცმლის ატრიბუტიკის ტარება, 2000 ლარი ჯარიმა, შეკრება მანიფესტაციის დროს პიროტექნიკური ნაწარმის, ლაზერული გამოსხივების ან მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების მქონა, რომლის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას. ასევე სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა 2000 ლარი ჯარიმა, შეკრებებისა და მანიფესტაციების სხვა წესების დარღვევისთვის გაზრდილი ჯარიმები 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარი და ორგანიზატორზე 15000 ლარი. ასანიშნავია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე გამოეხმაურა ამ კანონებს პლატფორმა X-ზე და ის წერს ასეთ რამეს: ძალადობისა და რეპრესიების ახალი ტალღა de facto პრეზიდენტის de facto ინაუგურაციის აღსანიშნავად. მან ახლახან მოაწერა ხელი ახალ კანონებს, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და თავისუფლებას და საჯარო სამსახურებში წმენდის უფლებას იძლევა. წერს სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.